ასე რომ დღეს ბევრის თქმა გვინდა, მაგრამ ჩვენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა მოვილაპარაკეთ, რომ სიტყვა მივცეთ ქიროტონით უხუცეს მღვდელმთავარს, მანგლისის და თეთრი წყაროს მიტროპოლიტს ანანიას. ძვირფასო მეუფე, გითხარით თქვენი სიტყვა უწმინდესის ღვაწლზე და გამოხატეთ ყოველი ჩვენგანის მაგივრად ეს დიდი სიყვარული და გრძნობა. დღეს მწუხარი არის ჩვენი სული. ჩვენი ერი, როგორც ეს ვიხილეთ ამ დღეებში, გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას. ამასთანავე ამ მძიმე დღეებში ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გამხნევებს და მოციქულიც ამბობს, რაკის სარწმუნოებით გამართლებული ვართ, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ბრძანებს მოციქული პავლე და იქვე ნაბრძანები გასაჭირი შეიქმს მოთმინებას სიმტკიცეს სასუებას. სასუება კი ღვთის სიყვარულის გვინერგავს, რადგანაც ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხი. განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. უფალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი ჰქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვა, რადგანაც მან აღასრულა თავისი ვალი. ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია. განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი 1000-წლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები და სხვა მრავალი და დიდი საქმე. თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება ყოფილიყავი მისი მოწაფე და შემდეგ მღვდელმთავარი. ეს იყო ძალზე მიზანდასახული. ის წინასწარ მოფიქრებულ გეგმებზე აგებული ქმედებით აღწევდა მრავალ წარმატებას. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ მან სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა 1977 წელს პატრიარქად კურთხევისას. მე მსურსო ბრძანებდა ის, გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია. მას სჯეროდა, რომ მის სამწყსოს ერს, რომელმაც 1700 წლის წინ მიიღო ქრისტეს ნათელი, უდიდესი შინაგანი ძალა და ენერგია ჰქონდა, რომელიც იმჟამად დაფარული იყო ათეიზმის მძიმე ფარდით. მართლაც მისი განუზომელი შრომით ხალხში კვლავ აღორძინდა ქრისტიანობა, ამ მხრივ მისი ღვაწლი არის სამოციქულო. მრავალჯერ ითქვა მისმა უწმინდესობამ ამ 59 წლის წინ ჩაიბარა დამსრობილი ეკლესია და ახლა ხედავთ მისი მართლობის შედეგად გაძლიერებულს, როგორც ფსალმუნებიშია ნათქვამი ვითარცა ორბისა, განახლდა სიჭაბუკე მისი. ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, თქვენ უწმინდესობაო, გაგიშლიათ არწივის ფრთები და თქვენს ფრთებთან ქვეშე იკრებთ სრულიად საქართველოს ერს, ყველა მართლმადიდებელს, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, ყველა მოქალაქეს, დიდსა და მცირეს, ქვეყნის მმართველებს, რიგით მუშაკებს, რომელთა ლოცვა ახლოს არის უფალ ღმერთთან. თქვენ იკრებთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, სამშობლოს მცველ ჯარისკაცებს, ახალ თაობას, იმედსა და მომავალს ერისა. თქვენ ჭეშმარიტად ბრძანდებით მამა სამშობლოისა. რამდენი ახალი ეკლესია, მონასტერი, საეპისკოპოსო შემატეთ უფლის სამწყსოს, რამდენი წინაპართა მიერ წამოწყებული, მაგრამ ამჟამად დავიწყებული საქმე განაახლეთ, რამდენი სიკეთის მიზეზად იქცა თქვენი სიტყვა და ზრახვა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წირხვედრი ვერის, ანუ სრულიად საქართველოს მსახურება შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში სინას მთაზე თქვენი ლოცვა წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ასევე თქვენი ლოცვით და შრომით დაგვირგვინდა თითქმის თანაფარდი ავტოკეფალური მოძრაობა. ყველა თქვენი დამსახურების მოწესებითი გამოხატულება წმინდა სინოდის მიერ თქვენი დაჯილდოება წმინდა კვართის ორდენით, რომელიც არის და იქნება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულ ეკლესიის ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო, განსაკუთრებული ღვაწლისა და წარჩინების ნიშანი, რომელთაც დღემდე არავინ დაჯილდოებულა. ჩვენ გლობ და ვწუხართ, რომ ამჟამად ვდგევართ სიონის ტაძარში, იმ ადგილზე, სადაც განისვენებენ ჩვენი უდიდესი პატრიარქები, თავდადებული მოღვაწეები, როგორც ილია მართალი ამბობდა, მსგავსი უდიდესი მოღვაწეების მიმართ განისვენეთ მშვიდად მათ გვერდით, თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი, საუკუნო იყრავ, ხსენება შენი ღირსო ნატარებისაო, უწმინდესო პატრიარქო ჩვენო, ამინ.